ბატონო გია, როდესაც ლელო ერთვებოდა არჩევნებში, მან ასეთი ლელოს ლიდერმა ასეთი განცხადება გააკეთა, რომ თბილისი უნდა გამოვტაცოთო ხელისუფლებასო. მინდა თქვენ მინდა კითხოთ ახლა. ძალიან კარგად იცით თბილისში რა მდგომარეობაც არის, ხო? რა გზნობა გაქვთ ბატონო გია, ვიცი რომ ველზე გასული ხალხს ხვდებით ყოველთვის, რა სიტუაციაა ქალაქში? შეხვედრები მართლა ბევრია, არა მარტო თბილისში, თბილისის გარეთაც. ოპოზიციას არ აქვს პროგრამა არაფერი. გამოვტაცოთ, რომ ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური გამარჯვება უნდა მოიპოვოს. და რას გააკეთებს ამ პოლიტიკური გამარჯვების შემდეგ? რას ააშენებს, რას მიაქცევს ყურადღებას, რა პროგრამებს განახორციელებს, ამ თემაზე ლაპარაკი არ არის. შეზღუდეს ამ თემაზე ლაპარაკი და გადავიდნენ აი ესეთ მოწოდებაზე, რომ არც ძალიან შორს ავართ იმ ხალხიდან, ვინც ექსტრემისტულ მოძრაობებს ანვითარებს და ამ რევოლუციურ სქემაშია ჩართული, მაგრამ აი ჩვენ მეგვაჩნია, რომ არჩევნები არის ერთ-ერთი რესურსი და ბერკეტი, რომ აი ესე გამოვტაცოთ და ვიომოთ და რევოლუცია მოვახდინოთ. დესტაბილიზაცია მაინც ასე თუ ისე ყველას აქ იაგოს გამოკლებით შეიძლება. ყველას აქ მთავარი თემა. იმიტომ რომ ამ თემით უჭერენ მხარს. გარედან თუ მხარდაჭერაა, მხოლოდ ამ თემით. რომ როგორმე ის დიდი გლობალური პროექტში საქართველოს სეგმენტი მოხდეს იმ ფორმულით, რაც აწყობთ. საერთოდ მინდოდა მე თქვა მთავარი თემა ესე მგონია რომ დღეს საზოგადოებისთვის რასაც ხვდებით ახლა გუშინაც აქ შეხვედრები ქონდა დუბეში ჩუღურეთში სხვადასხვა თაობის ადამიანები ქალები კაცები რომ მსჯელობენ და საუბრობენ ერთმანეთში თუ შენც ჩართული ხარ საკურველია ადვილად შეამჩნევ, რომ გაცილებით უფრო მაღალი ინტელექტუალური მონაცემი აქვს საზოგადოებას, ვიდრე ზოგს უნდა რომ კონდეს ან წარმოდგენა აქვს, საერთოდ საქართველოში რა ხდება. არიციან. არც კობელიუსი და იუკნევიჩივანე ისე მოვიყვანე რა, იმიტომ ყველაზე აქტიურები ეგრე წარმოდგენა არა აქვთ, ვისთან აქვს საქმე, რა ხალხია. ანალიზს რო აკეთებენ, რასაკვირველია, გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკოსის ანალიზი და საემ ხაზარაძეს უნდა რომ აი ამ უმეცრებაზე და უვიცობაზე მიიღოს დივიდენდი და ფიქრობ სერიოზული შეცდომა ზოგადად, იმიტომ რომ ცხოვრება ერთია, უნდა გააგრძელო ცხოვრება, ამ ქვეყნის შვილი ხარ მაინც ასე თუ ისე. და არ ფიქრობ იმას, რომ შეიძლება ესეთ ძიმე მდგომარეობაში ჩააყენო ქვეყანა, რომელსაც არ ექნება